რატომ უნდა ნახო ეს სერიალი? ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თურქული კინოს ლეგენდა კენან იმირზალიოღლუ და ახალი თაობის ვარსკვლავი აფრა სარაჩოვლუ ერთად რომ თამაშობენ. სერიალმა აჩვენა რეკორდული მაჩვენებელი. სერიალმა ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული სტარტი აჩვენა თურქულ ტელევიზიაში. როდესაც ვამბობ, რომ 20-26 წლის სერიალმა ბოლო 7 წლის რეკორდი მოხსნა, ეს ნიშნავს, რომ 2019 წლიდან დღემდე თურქულ ტელევიზიაში არც ერთ ახალ პროექტს არ ჰქონია ასეთი მაღალი რეიტინგი პირველივე სერიის ჩვენებისას. კენან იმირზალიოღლუ თურქული დრამის ცოცხალი ლეგენდაა. მაყურებელი მას ეზელის შემდეგ ასეთ მძიმე, ქარიზმატულ როლში დიდი ხანი ელოდა. მისი წყვილი აფრა სარაჩოვლუსთან ვიზუალურად და ენერგეტიკულად იდეალური აღმოჩნდა. ეს არის გამოცდილებისა და ახალი ენერგიის შერწყმა. ინვესტორებმა ამ პროექტში უზარმაზარი ინვესტიცია ჩადეს. გადაღებები მიმდინარეობს სტამბოლის ყველაზე ძვირადღირებულ ვილებში და იზმირის ულამაზეს სანაპიროებზე, რაც კადრს კინემატოგრაფიულ ხარისხს სცემს. სერიალი ეხება ოჯახურ ღალატს, სამართლიანობის ძიებას და იმას, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ადამიანის საკუთარი მემკვიდრეობისგან გასაქცევად. სერიალის ცენტრშია დოღანი, წარმატებული ქირურგი იზმირიდან, რომელმაც წლების წინ გაწყვიტა კავშირი თავის გავლენიან და ბნელი წარსულის მქონე ოჯახთან სტამბოლში. მისი ერთადერთი კავშირი წარსულთან უმცროსი და მელექია. დოღანი არ არის ტიპური, კეთილი ბიჭი. ის ქირურგია, რომელიც სიცოცხლეს არ ჩენს, მაგრამ ამავე დროს თავისი ოჯახის ბნელ სამყაროსთან უწევს დაპირისპირება. მისი პერსონაჟი მუდმივ მორალურ დილემაშია, გადაარჩინოს ოჯახის წევრი, რომელიც დამნაშავეა, თუ გადასცეს იგი სამართალდამცავებს. დოღანი არ არის ტიპური, კეთილი ბიჭი. ის ქირურგია, რომელიც სიცოცხლეს არ ჩენს, მაგრამ ამავე დროს თავისი ოჯახის ბნელ სამყაროსთან უწევს დაპირისპირება. მისი პერსონაჟი მუდმივ მორალურ დილემაშია, გადაარჩინოს ოჯახის წევრი, რომელიც დამნაშავეა, თუ გადასცეს იგი სამართალდამცავებს. სერიალი იწყება გრანდიოზული ქორწილით, სადაც ყველა ეჭვმიტანილია. ეს დეტექტიური ელემენტი მაყურებელს აიძულებს, ყოველი სერიის შემდეგ თავად გამოიძიოს მკვლელობის მცდელობის საქმე. აქ არ არის მხოლოდ სიყვარული, აქ არის ინტრიგა, რომელიც ბოლო წამამდე არ გიშვებს.